Так, Саба, გამოდის, ამთვეს შენი ხელფასი არის 32 სურვილი და პლუს პრემია 1-ის ტაკი სურვილი. აგრეთვე მინდა გადაგეთახადო დიდი მადლობა იმის გამო, რომ ამდენ სწავლობ ჩვენი სოფლისთვის. მადლობა დიდი საბა, რომ ამდენ სამუშაოს აკეთებ ჩვენი სოფლისთვის. ვაუ, მერო! მადლობა დიდი შენც ასევე და აუცილებლად გავაგზავნებ ამდენივე სამუშაოს კეთებას ჩვენი სოფლისთვის. მადლობა დიდი. მეგობრებო, მოგესალმებით თქვენ მეროსაბა და არ გავჩრევას სამი და წარმოვიდგინეთ მეგობრებო, დღეს მე დღეს იყო ხელფასების დღე მოკეთ და მეგობრებო, მე მოუცა 1 სტაკი და 32 სურვილი, ანუ მეგობრებო 32 სურვილი საერთოდ არის ჩემი თვიური ხელფასი და 1 სტაკი სურვილი პრემია. მეგობრებო, მე ახლა გამოდის ძალიან დიდი ბევრი რაღაც. შეცენგო გამარჯობა, როგორ ხარ? Саба, გამარჯობა, რაკაკეო მოხვედი, მე ზუსტად შეგეოდებოდი. Саба, შეგეძლია მე მოვცე 1-ის ტაკი სურვილი? 1 სტაკი სურვილი და რა თქინდა? მე უბრალოდ მჭირდება 1-ის ტაკი სურვილი. მე ვიცი რომ შენ მერმა ხელფასი მოგცა და მე დაგიბრუნებ 2 თვეში. აჰა, 2 თვეში. Так, შეცენგო სიმართლე გითხრა 1 სტაკის სურვილს მე ვერ მოგცემ. თუ გინდა მე მოგცემ 16 სურვილს 32-ის, მაგრამ 1 სტაკის სურვილს დიდ ბოჭს გიხდი, მაგრამ ვერ მოგცემ. Саба, რატო შენ ვიცი რომ შენ მერმა მოგცა ხელფასი, მე დაგიბრუნებ 2 თვეში, ნუ მაქსიმუმ 3 თვეში. აჰა, 3 თვეში. დიდი მადლობა შეცენგო, მაგრამ ვერა. თუ გინდა 16 სურვილს მოგცემ. Саба, როგორ მეზიზღები? კაი, თხად იყავი, არავინ არ მოგიპაროს ეს სურვილი. Так, окей. Кай, მოით მეგობრებო, უფრო კარგია არ მივაქცევთ ამ შეცეკს ყოველდღე. ნუ, პრინციპში მეგობრებო, თქვენ იცით რომ ჩემს სოფელში არიან ასეთი დებილები, რომლებსაც თუ ისუმრუდებს ან რამე ნივთს, რომელსაც მოგცემენ თუ არ მისცემ, ეგრევე შენ ხდები ცუდი ადამიანი, ბოროტი, ეგრევე უნდათ შენი სახლის აფეთქება, ეგრევე უნდათ რაღაცეების წართვევა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ, არიან მეგობრებო ასეთი დებილები. ნუ, მოგით, კაი მეგობრებო, მე ახლა რაღაცეებს ნახავ ინტერნეტ მაღაზიაში. მანამდე მოით მეგობრებო, ახლა ეს ისუნუდები ჩავდოთ ყუთში. Так, და მანამდე ახლა ვნახავ რეები არის და მანამდე რასაკვირველია, სანამ მე ინტერნეტ მაღაზიაში შევალ, გავაკეთებ ჩემს ფეობის სამუშაოს. მართალია მე ავიღე ჩემი ხელფასი, მაგრამ რასაკვირველია მე არ უნდა დამავიწყდეს ჩემი სამუშაო. და სანამ მეგობრებო და მან პარალელურად იმასთან რაც მე გავაკეთებ ჩემს ფეობის სამუშაოს, მე მინდა დაგელაპარაკოთ. მოგეთ, ჩემს მეორე არხზე, რომელსაც ქვია კეფირი ქილაში, გამოდის ძალიან საინტერესო ვიდეოები Brawl Stars-ის შესახებ. და დღეს მეგობრებო, დღეს იმის შემდეგ რაც გამოვა ეს ვიდეო ჩემს არხზე, გამოვა ახალი ვიდეო ჩემს იმ არხზე Brawl Stars-ის შესახებ. ჩემი მეგობრებო, ძალიან საინტერესო ვიდეო გამოვა. იქ მეგობრებო, არ გეტყვით ასაკველერის შესახებ იქნება, მაგრამ მიგითითებ ერთ რაღაცას, რომ ეგ ვიდეო ეხება ერთ-ერთი ბრაულერის აკაჩვაზე 1000 თასზე. მოგეთ, ჩემი ძალიან საინტერესო ვიდეო გამოვა. არხს ქვია კეფირი ქილაში, თუ გინდათ, თუ მოგეწონებათ ეს ვიდეო, ასე ვთქვათ, გადადით. და ნახეთ ეგ ვიდეო. ეგ ვიდეო გამოვა 1-2 საათში იმის შემდეგ, რაც გამოვა ეს ვიდეო ჩემს თავარ არხზე. ჩემით მეგობრებო, გამოვა ძალიან საინტერესო ვიდეო. მაგიდან თუ დაგაინტერესებდათ, გადადით. Так, მეგობრებო, მე კი მანამდე ახლა სანამ მე გელაპარაკებოდი, წარმოგიდგენთ, მე უკვე გავაკეთე 2 ფერმა ჩემს სოფელში. Так, და ვნახოთ მოით მეგობრებო, ახლა ვნახოთ იმ ფერმაში რა ხდება, იმ ფერმაზე უფრო სწორედ. ფერმაში წენგი გამარჯობა. მოით მეგობრებო, აბა ვნახოთ რა ხდება. მეგობრებო, პრინციპში აქ არის მხოლოდ ერთი ფერმა გასაკეთებელი. Так, მაშინ იცით მეგობრებო რა ვქნათ? აი ეს ფერმა მე გავაკეთებ, იცით როგორ, ანუ ძალიან ბევრი კარტოფილია ჩვენ სოფელში, მაგიტომ აქ ჩვენ გავაკეთეთ უფრო კარგია ხორბლის თესლები. და აქ სადაც პრინციპში ჯერჯერობით არაფერი არ გაიზარდა. ნუ, აი აქ მეგობრებო რამოდენიმე ჭარხლის თესლები გაიზარდა და აი ეს ჩავსვათ და всё, პრინციპში ესენი ახლა დავაცალოთ ამ ორ ფერმას თუ გაიზარდოს და პრინციპში მეგობრებო, დღეისთვის უკვე ჩემი სამუშაო უკვე დამთავრებულია და მოით დროზე ახლა დავდოთ ეს ყველა თესლი თავის ადგილას, დავდოთ ჩვენი თოხი და გამოვიწოთ მეგობრებო რაღაცეები ინტერნეტ მაღაზიაში და მანამდე მეგობრებო მე ამ ვიდეოს პაუზაზე დავდგამ.
Так, Сара фу საერთოდ რა არის? Так, ეს პრინციპში Max, ომეგრო მაგით უკვე ჩავთე კამერა, აქ ვირჩევდი რაღაც ნივთებს, მაგრამ სიამოვნებო გითხრათ არაფერი რაღაც არ მოწოს, იმიტომ აქ იყიდება რაღაც სავარძლები, რაღაც ალმასის ხმლები, ეს ყველაფერი მეგობრებო არის Max და მე მინდა რაღაცები რაც არ იყიდება მაგალითად ჩვენ სოფელში და ოპა მეგობრებო, გაიგეთ? Так, მგონი მეგობრებო ვიღაცამ დააკაკუნა, так, მოით მეგობრებო უფრო კარგი ახლა, ну პრინციპში არ გამოვთო კომპიუტერს, მაგრამ საერთოდ გითხრათ, აი ამ ინტერნეტ მაღაზიაში რაღაც არაფერი არ მომიწონა. შეიძლება მე მომიწევს ქალაქში გასვლა და так, დინამიტი? საიდან? მეგობრებო, დინამიტი თქვენ ხო იცით რომ ეი, ჟიტენიკებო. დიახ, მეგობრებო, თქვენ ხო იცით რომ აკრძალულია ჩვენ სოფელში. ვინ გააკეთა? უნდა მოგეცა ის სმრუდები. გასაგებია. გონი მეგობრებო, ის არანორმალური ჟიტენიკია. არა მეგობრებო, ის იმათო გითხრათ დებილად გააკეთა ეს დინამიტი, იმიტომ ამას არ დაინახავდა ხოლმე ნუბი. მაგრამ ჯანდავა მეგობრებო, ამით გამოის უნდა ჩემი სახლის დაფეთქება და ამით მეგობრებო არა მხოლოდ ჩემს სახლს ააფეთქებდა, არამედ მეზობელ სახლს შეიძლება ფერმერის ჟიტენიკის სახლსაც. არა მეგობრებო, ეს მართლა უკვე არანორმალური ჟიტენიკია. წარმოიდგინეთ მეგობრებო, ამ ჟიტენიკს უნდა ჩემი სახლის დაფეთქება, ხოლმე იმის გამო რომ არ მივეცი 64 სუმრუდი, ტილიანი 64 სუმრუდი. так მეგობრებო, ეს უკვე არანორმალურობაა. სადაც ჩემი ტელეფონი? ჩემი ტელეფონი ჯიბეშია. მოგეთ მეგობრებო, მე ახლა დავურეკო პოლიციას და ჩავრთავ კამერას მე, იმიტომ ეს უკვე მეგობრებო არანორმალურობა. ის უდების გამო მთელი სახლის აფეთქება. დიახ, გამოდის 20 წუთში, დიახ, ეს კარგი დროა. დაგეოდებით აუცილებლად. так მეგობრებო, მოგეთ უკვე გამოვიცახო პოლიცია და სანამ პოლიცია მოვა, მე უფრო კარგია ამ დინამიტს მოვაშორებ, იმიტომ შეიძლება რომ მე ჟიტენიკვა გაიაროს აქა. так, და შეიძლება შემთხვევით დააბიჯოს. ჯანდავა მეგობრებო, ეს ძალიან ცუდად. так, მეგობრებო, მოითახა დინამიტი. ამ დინამიტებს ვაკეთებ მეგობრებო, მე ასე ვთქვათ, დავტოვებ სახლში, ამ წარწერასაც სახლში დავტოვებ და უკვე მერე თუ რამეა პოლიცია გარკვევა. ასპოსეთია მეგობრებო, ეს ის ჟიტენიკია, მართლა გეუბნებით. კაი მეგობრებო, ჩვენ კი ახლა დავეოდოთ მანამდე პოლიციას. მეგობრებო, მოგეთ უკვე ველოდები ამ პოლიციას, უკვე 9 საათი გავიდა, უკვე მეგობრებო, ჩვენ სოფელში საღამოსათი საათია. მეგობრებო, მგონი პოლიცია მოვიდა, так, თხართ მეგობრებო, так, და მგონი დინამიტი არ არის და პოლიცია, დიდი მადლობა რომ მოხვედით. დიახ, თქვენ ხართ ხო? გამოდის ბატონი საბა. რისთვის დაგვიძახეთ? მოგეთ ხომ, როგორც მე უკვე გითხრით პრინციპში, მოგეთ ვიღაცას უნდა ჩემი გაძარცვა. უნდა თქვენი გაძარცვა და საერთოდ როგორ გაიგეთ რომ უნდა თქვენი გაძარცვა? რაღაცები დაინახეთ თუ უკვე გაგძარცვეთ? მოგეთ ერთი ჟიტენიკი იყო რა ჩვენ სოფელში რა, არის უბრალოდ რა. მთხოვდა ერთს და გისმოც, იმის გამო რომ მე არ მივეცი, აქ დამიდგა ერთი, არ ვიცი, რამოდენიმე წელი დინამიტი, წარმოგიდგენთ ერთი 6 წელი დინამიტი წარმოგიდგენია და უნდა ჩემი სახლის აფეთქება, რა გაიგო კიდე მე ეს შევამჩნიე. так, სად არის ეს ახლა ეს დინამიტი? დიახ, ეს დინამიტი ახლა არის სახლში, ხო? გაჩერებთ ახლა მოგიტანთ. მეგობრებო, რა კარგია მოვიდა. ეს პოლიცია так მოით так, стоп. ეს ის ყუთია? так. ну ხო მეგობრებო, მე ხო ამ ყუთში. стоп. სად არის? დინამიტი სად არის? რა? стоп. მეგობრებო, თქვენ ხო გახსოვთ რომ აქ იყო? აქ მე ჩავდები 5 თუ 6 წელი დინამიტი, რომელიც ამ არანორმალურმა. так, მეგობრებო, стоп. так, პოლიციელო უკაცრავად, მაგრამ 100%-იანი იქ იყო, მე თვითონ გავფუჭე ის დინამიტი და ახლა არსად არ არის გაქრა ეგ დინამიტი და ის წარწერაც გაქრა, ყველაფერი სადღაც გაქრა, მაგრამ მე გეუბნებით რომ ეს წარწერა და დინამიტი იყო. так, стоп, დიდ მოდის გიხდით, მაგრამ ამ уликების თუ არ მოგცემთ, ჩვენ მართლა ვერ დავიწყებთ რაღაცეების გაკეთებას.
და იმის გამო თქვენ უბრალოდ ასე გამოგვიძახეთ, თქვენ ახლა გამოგიგზავნებათ მართლა ჯარიმა. შემდეგში აღარ გამოგვიძახოთ, ნახოთ ის. დაიცადეთ. ჟანდაბა მეგობრო, სად გაქრა? მეგობრო, მე არ ვარ არანორმალური. და თქვენ ხო გახსოვთ რა გიყო 5 დინამიტი და წარწერა. სად გაქრა? მეგობრო, არავინ არ შემოდიოდა. თუ შემოვიდა, თუ მე ვერ დავინახე. მეგობრო, რა უცნაურობა ხდება? ანდავა მეგობრო, ახლა არც პოლიციას არ ჯერა ჩემი. ვიღაცამ წამართვა ის დინამიტი, რომელიც მე საერთოდ მახსოვს რომ იყო და ჟანდავა მეგობრო, ვიღაცა კიდე მიგაკუნებს. ის შეწელნიკი ხომ არა? მეგობრო, უკვე თენდება თან. так, მეგობრო, stop და так, მეგობრო, მგონი დინამიტი არ არის და რა ხდება? მოდის სახლის უკან. არა. მეგობრო, ჟანდაბა რა ვქნა? მან პოლიციას უკვე ვეღარ გამოვიძახე, ვინტო უკვე თითქოს ყველას გონიაო მე მოვატყუე. ჟანდაბა. так, stop, მეგობრო, იცით რა? უფრო კარგია მაინც ავიღებ ხმალს, ვინ იცის რა არის მანდ განლაგებული. так, მეგობრო, მაგრამ თხევად უნდა ვიარო ჟანდაბა ამ წარწერის. так, მეგობრო, ნეტავი რა ხდება იქა? თხევად და დინამიტი? ისევ ამ დებილმა, stop, შეწელნიკო? ასეც ვიცოდიო შენ ეს შენი ყავი რისთვის აკეთებ ამ ყველაფერს? სავა. ყველა არ მომეცის ერთის ტაკის სურვილი, აი მოგეცა. და ეს ყველაფერი არ მოხდებოდა და ასევე კი, შენ მართალი იყავი, რომ მე შენ წაგართვის დინამიტი, რომელიც მე დაგიდე იქა. ყველა გამოიძახე პოლიციას საბა, იმის გამო რომ შენ არ მომეცის ერთის ტაკის სურვილი, მე წაგართვა ყველაფერს, დაწყებული სურვილებიდან დავთავრებული სახლამდე. მაგრამ ჯერჯერობით ავამეთქებ შენ სახლს, ავიღებ ის სურვილებს და რადგან შენ არაფერი არ გაქვს ამ ხლის გარდა, ვერაფერს ვერ გავიკეთებ საბა შენა. так, stop, შეწელნიკო, ერთ რამის გთხოვ, ძალიან გთხოვ. კაი მოგცე მაგ ის სურვილებს, ძალიან გთხოვ არა აფეთქო ჩემი სახლი, ძალიან გთხოვ. მაშინ მომეცი ერთის ტაკი და 38 სურვილი, რაც შენ მოგცა ვერმა და დაგადებებ თავს, ასევე კომპიუტერის და ყველა ინსტრუმენტები დაწყებული ამ ხლიდან. კაი შეწელნიკო, ახლავე მოგცე, მაგრამ ძალიან გთხოვ არა აფეთქო, ძალიან გთხოვ არა აფეთქო. так, მეგრობო, ერთი იდეა მაქვს, მოით მეგრობო, 3, 2, 1 და yes, მეგრობო, ვერ მოასწორეთ. yes, მეგრობო, მოვასწარით. მეგრობო, რა რეაქცია მაქვს უბრალოდ, მეგრობო, წარმოიგეთ. ვებქვის რეაქცია, ну, კაი, პრიცა შეესკვე. მეგობრებო, ვერც კი წარმოიგეთ როგორ ნერვიულობდი. ეს დებილი, აი წარმოიგეთ მეგობრებო, ამ დებილმა შეწელნიკმა რისთვის უნდა ჩემი მოკლა, სახლის აფეთქება. ერთის და კი ის სურვილის გამო. მეტი არაფრისთვის მეგობრებო, ასეთი უმატური და ასეთი შეწელნიკები მეგობრებო, არ იმსახურებენ ჩვენს სოფელში ცხოვრებას მარტო გეუბნებით. მეგობრებო, მე კი ახლა არ ვიცი რა ვქნა. პრინციპში ეს შეწელნიკი უკვე აღარ არის ჩვენ სოფელში. მადლობა დიდი ვისყურავით და სპონდე თუ მოგეზრდა დაეკეთ. მე კი ახლა ყველა ულიკა იმისათვის რომ დაურეკო პოლიციას და ამში ეს შეწელნიკი ციხეში წავიდეს. ძალიან დიდი მეგობრებო, მართლა გეუბნებით, ძალიან დიდი. ხანგრძლივი დროთი ნახვამდის.